დევიდსონის ზეიმია. გამარჯობათ მეგობრებო, ყველას მოკითხვა, ბედნიერება, სიხარული და კარგი განწყობა. აი ახლა მოვედი აქ და მეც კაი მომენტში ჩავარდით, საინტერესოა ჩვენ რო გიყვარს ხოლმე. ისიდან წამოვიღე ეს კოკა-კოლის ქარხანა, რაღაც ბოთლები წამოვიღე. ახლა გადმოტვირთავენ და სანამ აქ შემოვედი, ახლა მე ვიმყოფები რაპიდ სიდიში. ეს არის სამხრეთ დაკოტა. და აქ სანამ შემოვიდოდი, იქ შევარჩა, ნახეთ ახლა მოტოციკლები დადიან, აი 1 2 3 რამდენია და შემოუხვია აქა. ნახეთ რამდენი მოტოციკლები დადიან, ყავით ხარეთ. და ხედავ იქ არის ბევრი. შეიძლება ჰარლი დევიდსონის მოყვარულები, ჰარლი დევიდსონი არის მოტოციკლისტების თავისუფლების ენერგიის და მოგზაურობის სიმბოლო. და ძალიან ბევრი ადამიანები, განსაკუთრებით ამერიკაში, ძალიან არიან ამ უყვართ რა სიარული და აქ არის თუმე ფესტივალი, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება 7 აგვისტოდან 16 აგვისტომდე და ემზადებიან და აი ახლა მე ერთი სული მაქვს ეს გამტვირთონ და იქ ავჩერდეთ და დავათვალიეროთ ეს ჰარლი დევიდსონის ამბები. როგორც ყოველთვის თან მუშაობა და სასარგებლო და საშუალება, ჩვენ ვიყენებთ ყველა საშუალებას. ეხლა მოვიდე ეს ასეთ მომენტს გავუშვებ, არ გავუშვებ და წავიდეთ ახლა გადავიკითხავ ჰარლი დევიდსონის შესახებ რაღაცებს და მე იქ რო შევად ჩემებურად ისტორიულად მოგიყვებით ყველაფერს. ახლა კოკა-კოლას ეზოდან გამოვედი და ჩვენ უნდა მივიდეთ იმ ადგილას არის ძალიან ბევრი მოტოციკლები. ეხლა ჩვენთვის თავარია ადგილი ვიპოვოთ. რო წავიკითხეთ, ძალიან ბევრი მოტოციკლები იქნებაო და მაინც თილად იარეო რა და ნახოთ, აბა შეიძლება ცოტა მოშორებით გავაჩერო. ჩვენი მანქანა რო ეს რო დიდი ფესტივალია და თუმე როგორ არის 7-დან 16-მდე, მაგრამ დღეს ახლა 4 აგვისტოა და წინასწარ მაინც მოდიანო და ნახოთ აბა იმედია ინტერვიუებზე და იმეებზე ეხლა საერთოდ ხოცი ბაიკერებს ამ ჰარლი დევიდსონის ხალხს უყვართ ხოლმე ეს თავისი მოტოციკლების ჩვენება და ასე შემდეგ და არ მგონია გადაღებაზე ამე უარი მითხრა. ჩვენ ადგილი ვნახოთ ჩვენი კარგოსთვის რომ პრობლემები არ შეგეძლოს პარკირების ამბავში. აგერ პაილოტი ყოფილა და მე ფეხით გავალ, ხო? მაინც ერთი პოლიციელი ნახე ისეთი იბრიქებოდა და მაინც ადგილას რო გავაჩერო შეიძლება დამაჯა. აგერ პაილოტია და ფეხით გადავალთ რა. კარგია. და შეგვიძლია წავიდე, მაგრამ არა მოდი პაილოტზე გავჩერდი ბიჭობია და ფეხით გადავეკე. ხედავთ როგორ არის გადასასვლელი. შევიდეთ აქა. აიგე ნახეთ, ნუ მოვალ. მე გავაჩეროთ მანქანა და ეს თქვენი საინტერესო არ არის. ამ ტრაქტორზე რამდენჯერ ვარ მოსული და აქ თუ ფესტივალები იმართებოდა, არ ვიცოდი. აი გავაჩერებ ახლა და მე დავიწყოთ ჩვენი ფესტივალი და ჰარლი დევიდსონის ამბების მოყოლა. იგრიფებიან. დავიდეთ. ეხლა უკვე მეგობრებო რა ხდება? სანამ იქამდე მივა, ჩვენ უნდა მივიდეთ აიქ. ხედავთ შორს. ფეხით გადავალ. და სანამ იქ მივარ, მოგიყვებით ამ ჰარლი დევიდსონის შესახებ. ფესტივალი უკვე აიმართება იქა. მე ახლა დელივერი მქონდა კოკა-კოლის ის იყო და მე ასე ხომ ამოვედი და შევამჩნიე რა. ნახეთ აი რამდენი მოტოციკლებია. ეხლა მე აგერ გავჩერდი ტრაქსტოპზე და ეხლა ხიდზე უნდა გადავიდე, მაგრამ ეხლა ვიყურები ხიდზე ტროტუარი არ არის. აი მანდ როგორ გადავა ცოტა უხერხულია. ამეთ იქით მანქანით სხვა შემიძლია იქით გადავსულიყავი. ეხლა ნახეთ რა ამბავია, აი ფესტივალისთვის ემზადებიან, მაგრამ სანამ მან შევართ, ჩვენ ეს პრობლემა გვაქვს გადასაჭრელი ამ ხიდზე ისე გადავიდე, რომ ეს მანქანები არ დამიჯახონ. აქინას მოტოციკლები დადია. ნუ
ამას მაგან მოგიყვეთ, მაგრამ ეხა ამ ხიძზე როგორ გადავიდე ეს რომ მანქანა არ დამეჯახოს, კაცო, ტროტუარი არ არის, ასე რაღაცა გაგიგიათ. მე ავდგები და მის აწინააღმდეგო წამოვა. სანამ ამ ხიძზე გადავართ, უყეთ მეგობრებო, აი 90-იანი გზა ხო არის, მოდიოდი და აქით არის Rapid City რა. და Rapid City-ის ფესტივალი არის საკმაოდ ცნობილი და მე ხლა ხო ასე მოვედი, ასე წამოვიდე საწყობი იქით იყო. და ეხლა ნახეთ, იკრიფებიან მოტოციკლები, მთელი ზეიმი ამათი 1, 2, 3 და მანქანამდე ბევრი მოტოციკლები გახავდა. თავარია აი ეს გადავიაროთ ნორმალურად, რომ მანქანა არ დამეჯახოს. თქვენ იცით ხო, აქ ისე უნდა დადგე, რომ იქიდან მძღოლი ხედავდეს და თორე იმედია არ დამაჯარიმებენ თუ ჩემსკენ წამოვიდა რაღაცა მანქანა გადავკვეთოთ ეს ოხერი თუმცა კი შემეძდო ოჰო მოდიან და მოდიან მოტოციკლები მოდიან და მოდიან ეს გზა არის 90-იანი თქვენ ახლა რუკასთან თუ გზიხართ Rapid City აკრიფეთ South Dakota სამხრეთ დაკოტა და წარმოდგენა გექნებათ უკვე სად ვიმყოფებით 90-იანი და 54 ეგზიტი, ანუ გამოსასვლელი. ასე. ეძახე South Dakota, ნახე რა მოძრაობაა და всё, ალბათ ხა გადავა და უკვე აქეთ საშიში აღარ იქნება, всё. ასეთ გადმოვედით და საშიში აღარ არის მანქანა და აი რა ის ესეთი ხიდია რომ გასასვლელია და ის უნდა მოასწრო ამის გადმოსვლა და ეს გავაკეთე. ეხლა ჩვენ უნდა მოხდეთ აი მანდ ამ ღობებზე ვერ ვიბოდიალებ და მოდი ასე გადავა და მივართ აი ეს მოტოციკლები ეს ჩათვალეთ და თელი ამერიკის hello ესე იგი მოტოციკლის და ბაიკერები ჯგუფებია, რომლებიც წელიწადში განსაკუთრებით 7 აგვისტოდან 16 აგვისტომდე იკრიფებიან აქ და ოფიციალურად არის 7-დან 16-მდე, მაგრამ 7-მდე ეს მაინც მოდიან რა, ეს მოტოციკლები, რა ვიცი. ამერიკიდან, სხვადასხვა კუთხეებიდან მოდიან მოყვარულები. თქვენ მოგეხსენებათ ახლა ამერიკელებს ზეიმის ის უყვართ ხოლმე. აი ეს აქედან უნდა გავიდეთო იქიდან, ეტყობა იქიდან არის შესასვლელი. ორი ამ ტრასას მოვშორდი და იქ ჯანდაბას რაღაცას მოვახერხეთ. შეიძლება აქედან არ არის, აქედან. ეს რა კომპანია მოდი იქიდან წაკეტილი იყო და გადახტომა მომიწიოთ. აგერ გზას გავყრები. სიარული არ მეზარება თან ვარჯიშიც არის. მოდიან და მიდიან. всё. აბა მოყვარულებო, ჩვენ მაყურებლების ალბათ მოსწონს, ვინც მოყვარულია ამ მოტოციკლების არების. აი. Hello. ყველა კეთილშობილად არის განწყობილი და იქით იყო ეს გასასვლელი, აქითაც არის შეკრება, დაიცა. შევამჩნია იქ პალატკები ედგა და აქაც არიან ეთყობა, ხო? ეთყობა იმდენი ხალხი მოვა, რომ წინასწარ ემზადებიან, აი, უკვე ამზადებიან რაღაცეებს. ეს აქით, მაგრამ მე რატომაც უფრო იქით მინდა და მოდი იქ წავიდეთ, სადაც უფრო მეგულება დიდი რაოდენობის მოტოციკლები და ასე შემდეგ. ესე იგი, ერთი ბანაკი აქ არის და მეორე სავარაუდოდ იქით არის და მე იქით უფრო წავარ, იმიტომ იქ უფრო ბევრი მოტოციკლები დგება აქაც.
Oh yes. ეს არის პატარა ბანაკი, სადაც ღამის გათენება უნდა თან რაღაცა ან მოტოციკლით დატოვონ და ძირითადი ფესტივალი იქით არის, სადაც ახლა ჩვენ წავართ. ესეც საინტერესოა, მაგრამ მაინც ახლა ჩვენი მინდა დრო არა გვაქვს. მოდი ძირითადი იქ, სადაც ბევრი მოტოციკლია, იქ მივიდეთ. ახლა თუ იმე ახლა ამდენი მანქანაა მოსული, აი ეგ არის წელი ამბები. ეს გოგოები რას აკეთებენ? Reklama sakazeben. Good day, girls. Ai cari teli ambebe. Მაგრამ თუ გავიწყდება, თუ დღეს არის 4 აგვისტო, 7 აგვისტოდან იწყება თელი ამბები. Indoors and employees parking only. It's ნებართვა გაქვს. ნებართვა იქ ისე ვერ დააყენებ ასე. ესე ვინც მოდიან მანქანებით ხარ, მნახველები და ამათვის არის პარკინგი. ალბათ ეს ფასიანია და ფულს გადაახტევინებენ. ამერიკელები ისე ამერიკელები არიან. ფული არ გააკეთონ ამ დიდ ღონისძიებაზე. ჯერ ადრეა კიდე. Hello. It's over here, festival. მანქანებით განანეწყეთ მახველები. ჩვენ ახლა კიდე კაი ტრაილერით არ წამოვიდით აქ. Do not enter. არ შეხვიდეო აქ. ნუ არ შევიდეთ ახლა ფეხით შეიძლება შეხვიდე, მაგრამ დაუჯეროთ ჩვენ. კანონ მორჩილები ვართ. This asakis arsis. Harley Davidson Cycles Service Department Motor version. კარგი, მოდი სანამ იქამდე მივართ, მე პატარა ისტორიას მოგიყვებით ამ Harley Davidson-ის შესახებ. Harley Davidson ეს ორი გვარია ერთად. Harley და Harley იყო ერთი კაცი, რომელსაც პირველმა გააკეთა მოტოციკლი რაღაც 1897-93 წელს ამის და მაგვარი გარაჟში აწყვეს და 1903 წელს შექმნეს მოტოციკლების კომპანია და დაარქვეს Harley. იყო ერთი კაცის გვარი და Davidson იყო მეორე. ამ Davidsons ყავდა კიდევ 3 ძმა. და სხვა დაწერა და ამიტომ ერთი Harley და Davidsons, ესე იგი Harley Davidsons company. მაშინ ჩვენ თუ გახსოვთ ერთი ჩვენეთი 3 წლის წინ Harley Davidson-ის მაღაზიაში ვიყავით და იქ სურათები იყო. პირველი ვისკონსინში შექმნეს ეს პირველი მოტოციკლები და ძალიან ხა წარმოიდგინეთ მე-20 საუკუნის დასაწყისი მანქანების ეს მოგზაურობა ისა და ძალიან აიტაცა ამერიკამ და დღემდე ითვლება თავისუფლების მოგზაურობის და ეგზოტიკური შთაბეჭდილებების სიმბოლოდ. ამიტომ მე-20 საუკუნის დასაწყისში მანქანები არ იყო, ის არ იყო და მოტოციკლი როგორი ის იყო და მე პირველ მსოფლიო ომში ძალიან დიდი ფული იშოვეს, იმიტომ ამერიკამ ძალიან შეკვეთები გააკეთა ამისი ამ მოტოციკლების და ასე შემდეგ წავი. ნუ შემოვედით ახლა აქა და ნუ ფესტივალია თავისთავად ჰამბურგერები, სამეფოს სავარაუდოდ ახდება. ვინმე ამდენი მოტოციკლები ეს ყველა ბაიკერები არიან. საჭმელი ვისაც მოშვიდება და ნახეთ ახლა იკრიფებიან ეს ხალხი. ამდენი მოტოციკლი დგას. მე უბრალოდ შეიძლება ზუსტად ყველაფერი ვერ გითხრათ, მაგრამ იმ გარემოში შევეცდები რომ ავსახო ის გარემოა და სივრცე რაც აქ ხდება. ამდენი მოტოციკლი ახლა ეს არის
სავარაუდოდ ეხლა იქინა რომ შევხედე მე იყო პალატკა როგორ აქ ქართულად ეს აწყობილია მოდი ცოტა ესე ჩამოყალიბებულად რო გქონდეს ჩვენი ტური მე მოდი დავამთავრებ ჯერ მოყოლას და უკვე 20 საუკუნეში ძალიან პოპულარული გახდა ეს მოტოციკლის სიარული და მით უმეტეს ამერიკა დიდი სივრცეები, დიდი მანძილებია და განვითარდა. მოდი შევიდეთ იქით. შეიქმნა მერე სხვადასხვა ჯგუფები, ბაიკერები ჯგუფები და ეს არის მეგობრობის, მოგზაურობის, შეხვედრის ურთიერთობები და ესე განვითარდა და დღემდე ძალიან გავრცელებულია. თითქმის ყველა ქალაქში არის ჰარი დევიდსონის კლუბი. მე გავიგე მისი წევრი რო გახდე 50-57 დოლარია გადასახდელი წელიწადში, თავისი უწყება აქვს, თავისი წესები აქვს და უპირველეს ყოვლისა ერთმანეთთან შეხვედრის და ერთმანეთთან ურთიერთობის ასეთი საშუალება. ეხლა ვინც ბაიკერია და ვინც ეხლა ჩემზე უკეთესად ეცოდინებათ რას აკეთებენ. ერთი პერიოდი უნდოდა თვითონ პოლიტიკური იერი მიეცათ, მაგრამ მთავრობამ აუგზავნა და სულთა აი ვისაც უყვარს მოტოციკლი და ვისაც აი ნებიუროს და ვინც არის აი მით არის ეს მიმზიდველი. ეხლა მე დავდივარ რიგებში, ეს სავარაუდოდ ალბათ ეს არის გაყიდვის ადგილია. აი ეს ტიპები მატრობემებს უსმენენ და ამათ აქვს თავიანთი ფორმები, თავიანთი წესდებები. ეხლა სავარაუდოდ გონი ყიდულობს ეს ამას, არ ვიცი. და ძირითადად არის ჰარლი დევიდსონი იაპონელ მოტოციკლებს მე ვერ ვხედავ. ჰარლი დევიდსონი, ეხლა ვინც ამ საქმით არის დაკავებული, უფრო მიხვდება რა არის თავისი წესები, თავისი პროცესი. მე სანამ აქ წამოვიდოდი, მე ვიკითხე მეთქი გადაღება შეიძლება მეთქი და ეხლა ეს ახლები ეთყობ ეს გაყიდვაშია. რომ ნახავო, კაცო უთხარიო, შეიძლება ხელი მოუკიდო რაღაცა და იმ პატრონს უხარია ხოლმე რა თავისი მოტოციკლს რო ხელს მოკიდებენ და ნუ ერთსა დიდი ფესტივალი ვაჭრობაა რა. სავარაუდოდ ეს ეთყობა ამან ეს მოეწონა. სავარაუდოდ გასაყიდი ადგილია რა. მე ამ ფესტივალს ხო და წელიწადში ერთხელ იმართება დიდი ფესტივალი. მე წეღანას ვთქვი 7 აგვისტოს იწყება და 16 აგვისტომდე ძირდება და მე არის დიდი გამოსვლა, ესენი ყველა ერთად დაждდებიან და წავიკითხე 40,000 და 50,000 ეს ბაიკერი, ანუ მოტოციკლის მფლობელი, საბა დიდ წრეს არ ტყავენ. Touch. It's yours. მოკიდეო ხელიო. თავისი კონსიკოხტავია რა. ეს მომავია და მოდი შევამატარეო. ხო, მე ხდება Cedar City-დან გადიან და არ ტყავენ იქა და ნუ უხარია და არის ერთი ამბავი და ნუ საერთო ჯამში არის კლუბისა და თავისი წესები აქვს. ახლა მე ბოლომდე შეიძლება ვერცად თქვა. ნუ ეს ზოგადად ეს სიტუაცია სავარაუდოდ ეთყობა აქ ყიდვის პროცესი ხდება და ამათ აქვს თავიანთი ფორმები, თავისი ხასიათები აქვს, აი როგორი ტიპაჟები ამერიკული. ახლა მე ჯერ კონტაქტში არ შევა. აი ესეთი ტყავებში და ემებში უხარია თქომე. თავისი წესები და ტაქტიკა და ცხოვრების სინია. მოკიდეთ გითხარით ეს ჩემი ბური ისტორია და ეხლა დავიწყო დათვალიერება ფესტივალში რა ხდება და performance ხო ეს performance pass ეს გასაყიდი მოტოციკლები ყოფილა და თავისთავად ეს სავაჭრო ცენტრები აქვს სხვა ხერთათმანები
სათვალეები, აქსესუარები და მთელი ამბები ეს გავრცელებულია თევზ სივრცეზე. ეხლა დავიწყოთ საწავიდეთ. იქით აქეთ. ეს ეთქობა თვითონ შენობა, სადაც ეს ჰარლი დევიდსონის მოტოციკლებია შენობები. თითქმის ყველა ქალაქში არის ეს შენობა. მაგრამ ეთქობა ფესტივალი რო არ უკვე ადგილი რო არ ყოფნით უკვე აკეთებენ აქ ამ პალატკებზე იმებს ალაგებენ და არის ერთი ამი. მოდი მაინც შევიდეთ. ნუ ერთ სიტყვით Rapid City-ს იმაში ვართ, ჰარლი დევიდსონის მაღაზიაში. ეს უკვე სივრცეა, ეს უკვე განსაცმელები, მთელი ამბები. აქ მოტოციკლები არ არის. სულ უნდა იყოს. საერთოდ რო შედიხარ ხოლმე ჰარლი დევიდსონის მაღაზიებში მოტოციკლებით განა და აქ ეთქვა მარტო ტანსაცმელები. მეორე სართულზეა. ფორმები, მთელი ამბები, კასკები. ეს ამაგარი კასკა რეზინის არის. ამერიკა იქნება მასშტაბები ძალიან დიდია და თავისებური ავში გამოწყობილი ადამიანები და ცხოვრების სტილია, ეს არის ცხოვრება, მაგათი აი ყავებში და იმეებში და ესეთი ყავის ისინი უყვართ. სულ ყავით. მთელი ფოტოებია ამ ჰარლი დევიდსონის მოხვალულთა სტილის, ცხოვრების სტილის ამსახველი მომენტი. უბრალოდ ეს დიდი მაღაზია, როგორც ხვდები, გამყიდველები თავისი მოდელებით, აეროებით. და შეიძლება ის გარეთ, შეიძლება იმ მაღაზიის ნაწილია ესა და პროფესორ ფესტივალი ამ დროს იმართება და ძალიან ბევრი ხალხი მოდის და ფაქტიურად კაი ვაჭრობა მიდის ამ ფესტივალის პერიოდში. ნუ ყოველ შემთხვევაში ჩვენთვის და ჩემთვის ძალიან საზეიმო სიტუაციაა. გავიდეთ ისე ცოცხალი ბაიკერები ნახოთ, ანუ ჰარლი დევიდსონის სულთა ამერიკული სტილის, ამერიკული ხასიათის ადამიანები. ეს სულთა მაინც ახლა საუდაკოტა შუა ამერიკაში ვართ. ემიგრანტები თუ არიან წამოსულები, ალბათ იმათი შვილიშვილები არიან ესენი და სულთა ახლა სად ნიუ-იორკი თქვა, ლოს-ანჯელესის ემიგრანტები და ახალ ჩამოსული ემიგრანტებს აქ ვერ შეხვდი. აქ არიან ძველი აი რასაც ეწყვიან country ამერიკელების სამყარო. აი ტიპაჟების როგორები არიან, ხო ხედავთ? წავიდეთ ახლა საწავიდო. სად გამოვედი მე ახლა? ახლა შემოვედი. ყავებში და იმეებში არიან ესე იგი მოტოციკლების მოყვარულები. აი როგორი ფორმაცია ახლა რამდენი წლის იქნება ეს ქალი. თავისი სტილი. აბამ გამოვიაროთ. ხო, ესე იგი ეს არის ეს მაღაზია და ეს არის უკვე გასაყიდი მოტოციკლები. ესე იგი ამას ეკოთ ეს შენობაა და ეს უკვე გასაყიდია და გარშემო უკვე ფესტივალია. ჩვენ როგორ ფესტივალი გაინტერესებს, ნუ ფესტივალში ზოგადად რა არის კონცერტები, გამოსვლები. ეხლა ჩვენ ისე დროს ვართ მოსულები. თუ მოვესწარით რაღაცა ღონისძიებას, კარგი იქნება, მაგრამ ერთი მეპარება, იმიტომ რომ შაბათია თან 12 საათია თუ რაღაცა კონცერტი იქნება, შეიძლება იქნება კონცერტი საღამოს ალბათ რა, თუმცა მაინც გავიაროთ რას ვაკეთებთ. სულ ყველგან ტყავის ეს ევასება ტყავი მოსწვათ რა. აქეთ სულ კარავებია, ზემოთ, ქვემოთ. აბა იქით რა ხდება? რა ხდება ეს? აქაც ყიდია, ეს უკვე კერძო პირები, თუ რა ხდება? ეს უკვე ატრიბუტები, რომ გაალამაზო შენი მოტოციკლი. That's kind of that color that they've got out now, but the way they did it makes it look so much better. Yeah, we just added on to it. I mean, the blue.
აქ არ ვიცი ეს კერძოები არიან თუ რა არის ეს სისტემა ნამდვილად არ ვიცი. ესე ტიპები რო იჩიტებიან ეს კი ვიცი. ჩვენ გვინდა ცოცხალი ბაიკერი ვნახოთ ვინმე კონტაქტში რო შემოვიდეს, მაგრამ ეს რაღაც უფრო ახალი მოტოციკლებია, თქო ყიდია. რა ხდება, ვინ აწარმოებს, როგორ აწარმოებს ეს სისტემა არ ვიცი, ალბათ მე უფრო გავერკვევით. დაკოტა, დაკოტაში ვარ. ნუ ფაქტობრივად აწყობენ კარვებს, ესე იგი ბოლომდე არ არის, აი შვიჩი და რვაში იქნება, ახლა ეს ასაკეთებს. არა მოტევს თუ motorcycle bike and auto. ეს მერიდება კაპიტალ მივიდე უბრალოდ ასაკეთებს. იქნებ შეიძლება კონტაქტში შევიდეთ ვინმესთან. ოიმე, აი პროცესი აწყობის და აი შორს დავინახე უკვე ცოცხალი ბაიკერები. გასაკიდად კი არა, ვინც მოვიდნენ მოტოციკლით, აი გზაში ხდებოდნენ ხოლმე ეს ტიპები არიან. აგე სარემონტო ისინიც აქვს, ეთყობა ვიღაცას რაღაცა პრობლემა თუ აქვს, აქვე ურემონტებენ. რაღაცა ნაკლი თუ აქვს რაღაცა, ხო, სარემონტო ისინიც არის. აი ხა ის დაშლილია ეს მოტოციკლი რაღაცას უკეთებს. ძნელია როცა არ იცი რა ხდება და შეხარ არა კი ზოგადად უკვე ხდებით ხო რაც ხდება ფესტივალისთვის ემზადებიან და აგერ ეს არემონტო ისინია ხო საშუალებები და აგერ უკვე ტიპები ვინც მოდიან ახლა ამერიკის სხვადასხვა კუთხიდან მოდიან და ერთად გაველაპარაკოთ ეს მოტოციკლები უკვე გასაყიდად არ არის მე ესენი იკრიფებიან ერთმანეთთან კონტაქტს ამყარებენ დაიცნობიან და რა ვიცი თავისი პროგრამები აქვს ეხლა ხო იცით ესენი თავისებური ხალხი ამათ უყვართ თავეთი მოტოციკლი და კონტაქტში რო შევარ უნდა უთხრა შეიძლება ხელი მოუკიდო ცოტა ეცე მოხუცი ბაიკერი ვნახოთ, დაველაპარაკოთ. Can I film? It's no problem if I make film. Where are you from? From where? I'm a blogger from Georgia and interesting. From where you came? You're a long ways from home. Yeah, but you are local guy or just came somewhere? From Nebraska. From Nebraska? 500 miles? 230. 200. And every year you are coming here for festival, yeah? And how long time you drive it? How long time you drive it, bicycle? I've only been riding about 5 years. Not just only 5 years? And your wife also together? Yeah. You love, yeah? Yeah. And in 7 August you go somewhere when it's big marathon? Well, we're here for 2 weeks. You will be 2 weeks here, yeah? Yeah. And every day. Yep. Do you have many friends like you? Well, these are all my friends. It's your friends, yeah? Very interesting, very interesting. Okay, thank you. Good luck. Good luck. Have fun. ყველა ერთმანეთს იცნობენ. მაგ კომპლექსი რა, რო შევდიხარ კონტაქტში, არა და რაღაცა გერიდება რა. ნუ გაიგეთ ხო? 5
5 წელია ვარ და დავდივარ და ეს შენი მეგობრები არიან და აქ ყველა ერთმანეთს იცნობს რა ეხლა ეთქობა სავარაუდო პენსიონერი იყო და ჩამოვედიოდა 200 მაილია იქიდან ნებრასკიდან ასეთი ის არის და ორი კვირა აქ ვიქნებითო იმანათქვე და რასაკეთებენ რას როგორ იკეთებენ ეს უკვე არ ვიცი ამათ უკვე თავიანთი ეუღლე ცოლი რა ვინ აღარ აყავთ ეთი ამასთან შევიდებ კონტაქტში მერიდება ეს Can I touch you? So beautiful. So beautiful. Yes. Can I film, make video? Can I make video? Can I make video for? Not for? Sure. Yeah. How long time you drive it? In your life? Since I was 14, It's 14. so 58 years. Which 58 years? No, I've been riding for 58 years. 50. You drive 58 Like years. 2021. 2021. Yeah. But you drive 58. You like bicycle. You drive bicycle. Yeah. Where are you from? Where are you from? BC, BC is. Canada. You came from Canada. Yeah. Oh. Just single or just your friends also? You are single here or just you are single here? Yep. Single, yeah. I rode down by myself. I got earplugs in. So I No can't problem. No problem. And you will be 1 week here? You will be 1 week, 2 weeks here? This is my 9th time here. 9 times here. Okay. Okay, thank you. Good luck. კანადელი ვარო, კანადელიო და რა თქო 55 წელი ვატარებ ამ მოტოციკლს. თან მარტო ჩამოვიდა. ეთქობა ენერგიას ხარჯავე. გახსოვთ იქაც რო ვიყავით იმაში. სადაც ვიყავით ხო დოკატორში მანქანებს რო ატარებდნენ სუბუქ მანქანებს. ცხოვრების სტილია რა. ბაბუამ დაждენ ახლა 1 2 3 და წავლენ. რაღაცნაირად თავისებური ის არის რა. კასტა ვთქვა თუ როგორ ვთქვა. ახეთ ახლა რა არის ესა კაი. ახლა ვისაც მოტოციკლები ესმის და თბილისში ცოტა ბაიკერები რა. წამოვიდგინე. ეს გვე სამკუთხედი გაკრიალებულია რაღაც. მეგობრებო ხა თქვენ თუ გესმით ესა და ვიც ერკვევა უკვე რა არის რა რომელი მოძრავა რა ძრავა რა გამოშვება გაიგე ახლა კაი მძიმე ღიარი ხო იცი თავისთავად ახლა ესენი ვინც მოვიდნენ ამ მოტოციკლებით უკვე ესენი წავიდნენ და იქ ან ყიდულობენ ან რაღაცა და რაღაც ღონისძიებისთვის ემზადებიან. ისინი არ იგულევენ 1 2 3 4 მეგობარი სადღაც წავალე წავა ძალიან ბევრი მეუღლეებთან ერთად მოდიან ხოლმე თავისი სტილნიაკების სტილში არიან
ესეთი სტილი აქვს ტყავებში. თავისი ფორმები, თავისი ბენდემები და ასე რა. სუქანი, მოხუცი, ასაკოვანი, ასე წყვილება დადიან. აინტერესებს სხვადასხვა რაღაცები. Slip slide all over that. Very careful. აჯობია, უყვართ ერთმანეთი, აგერ ერთი წყვილია, აგერ მეორე წყვილი. სხვათა შორის ამ დღეებში მინდა ლუისის ფილოსოფია გადმოგცეთ, ეხა ეს ჩვენი კლაივ ლუისის მოთხრობა დაკარგული სინანულიო და იქ არის ის ქალისა და კაცის ურთიერთობა, რომ ცოლი და ქმარი ერთნი არიან და ის რომ გარდაიცვლება, მაინც ის კავშირი მაინც აქვს და ძალიან ისეთი მაგარი მაგრა განსაზღვრავს და მეც მე ჩამოვაყალიბებ ამას. ის კავშირი რაც კაცსა და ქალს აკავშირებს და ის სიყვარული და ბედნიერება ის რომ დღევანდელ თქვათ ახლა თუ ცხოვრობ ამ ცხოვრებაში და მერე თუ გადახვალ იქ ცხოვრებაში ის კავშირი არ წყდება და მაგ თეორიაზე მიდის ლაპარაკი და მაგაზეც ვილაპარაკეთ. ნუ ერთი წყვილი აგერ კიდევ ვიპოვეთ აქეთ მეორე წყვილი. არ ვიცი ახლა თქვენ როგორ, მაგრამ მე რომ მოტოციკლი ვიყიდო და ჩემი ნინო წამომყვება ეჭვი მეპარება. თქვენი მეგობრება ნინო არ წამომყვება, მაგრამ რატომაც ახლა თუ თხოვ და თუ თხოვ წამომყვება. ეთო სიყვარულმა ყველაფერი იცის. ყველაფერი იცის კი არა, ყველაფერს გადაგალახინებს და ბიარენ წვილები. აქეთ. ახლა აგრე ესეც შემოუჯდა უკან და წავლენ. ნინო, შენ მოგმართა. მოტოციკლი რო ვიყიდო. ასე შემომიხტები უკან დამიჯდები. ახლა ელოდება ის. ახლა ის ხალია თავის ქმარს ელოდება და ერთად წავლენ. ეგ მეორე ციკლი, მეუღლე მიყავს. ამას აი მივნენ დაждებიან. და წავიდნენ. ერთი წვილი, ერთი ესავა, ახლა მეორე წავა. აი ეგ სხვა წვილი მიდის. ესენი ემზადებიან. ემზადდნენ ახლა ეს ჩორთმანი არიან, მაგრამ ცალ-ცალკე მიდიან. ახლა წინ ხალი, უკან მეუღლე, იქ ხალი, იქ ხალი. აბეჭდილებას მიიღებენ, მოუყვებიან და საერთო ამბავში ერთმანეთის სიყვარულის დამტკიცებაში იქნებიან. აი ესეთი გარემოა მეგობრებო. ახლა ქალი და კაცის ურთიერთობა იმდენად სიღრმისეული და იმდენად საინტერესო და იმდენად მრავალფეროვანია, შეიძლება ბოლომდე ვერ ჩაწვდე ამას, მაგრამ როცა არის გამოხატვა ერთმანეთის პატივისცემის მიხედვით, რომ ცხოვრებაში ერთმანეთის გარეშე არ შეგიძლია. რა ვიცი, აჯობია. კარგი გრძნობაა, კარგი.
გონი ჩემებურად გამოვხატე აქაური კონტექსტი, ანუ სული და მე ვიდეოს დასაწყისში თქვი რომ მე იკრიფება 40,000 50,000 კაცი და სადღაც იქიდან მინდვრებია და იქ მიდიან და დიძეები შემონას აკეთებენ ხოლმე. ჩვენ ახლა უბრალოდ ისე დროს მოვედით რომ აი ნახე სუწყვილები დადიან. კალები, წყვილები. მონი რაღაცა გადმოგეცით არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რუკა შეხედოთ ვიმყოფებით და რა ღონისძიება იქნება სამ დღეს. საღამო რო იყოს, ალბათ შეიძლება კონცერტსაც დავესწრებოდით ან რაღაც ამის და მაგვას, მაგრამ ვეპატიება, თან ჩვენ ხომ მუშაობთ, ჩვენ როგორი ისინი ვართ მუშა ტურისტები. ამისთვისაც მადლობა უფასო, ასეთ საშუალება მოგვეცა. და ერთ-ერთი კი არა, ყველაზე დიდი ფესტივალია ამერიკაში, რომელიც წელიწადში ერთხელ ტარდება და ასე თუ ესე დაუსწრებლად დავესწრებით რა, რო იწყო. მილება დადიან ახლა. მე ჩემ ნინოს ვეკითხები. დამიჯდება ასე უკა, დამიჯდები ნინო. დამიჯდება ვიცი. აი, გავიაროთ, გამოვიაროთ. ეს უკვე გასაყიდი მოტოციკლებია ესენი. მაღაზიის გაშმე. მეც გამიკვირდა და შიგნით ატყوارა, მაგრამ წინის დროს ასუშვებიან ამას რა შეყავთ. ამ ტვერიადეს გარეთ გასულ. $179 ეს რა არის? Plus tax. რაღაც სალაროა, ვითომ ფესტივალში $179 გადასახდია და მე უფასო ჩემოვიდი, minimum shop charge 1 hour labor per hour plus tax. ეს როგორ არის $179 იხდი და რა per hour minimum shop charge ახლა საათი 180. რაღაცა სისინია რა. წაახალისონ ალბათ ყიდვის დროს რაღაცა შევავათია. ნუ საბოლოო ჯამში მაინც ვერ გავიგე, მაგრამ რაღაცა შეღავათი რო არის ეს ფასია, ვინ შედის ამ მაღაზიაში. ეს აღარ გვაინტერესებს. ეს უკვე სხვა ამბავი. ნუ ეხლა მოტოციკლებს კი ექნებათ ეხლა მანქანის ფასები, ეხლა ფასი ნამდვილად არ ვიცი. ეხლა ჩვენ აქით აგზით წამოვედით, აბა სხვა გზით წავიდით, შეიძლება გასასვლელი იქით იყოს. იქნა შემოვედი და იქნებ შეიძლება ასე გადავიდე და რაღაც უფრო საინტერესო ვნახოთ ვითომ. ვერ გავა და მე ეს გზა კი ვიცით აქეთ. თუმცა ქალბატონების ყურადღება მიიპყრო წყვილების იმად რა. ერთი წყვილი, ორი წყვილი. სიყვარული. ეგ მესამე წელდება ეცემა მეგობრები არიან და მე წავლენ ალბათ კაფეში ან ლუცდალებენ ან რაღაც ამის და მაგვარს და ასე შემდეგ. გაუმარჯო სიყვარულს. გინდა მოტოციკლზე ყავი, გინდა თვითრინავში, გინდა სოფელში, გინდა ქალაქში, გინდა იქა, გინდა აქ. სიყვარულს ზიარა მოდის ცის კამარაზე როგორ არის. გაუმარჯო სიყვარულს. ნახოთ აქიდან თუ გასასვლელი. ავიდეთ. ჩვენ ასე წრედა ვართ კიდე. აქიდან თუ გასასვლელი და გადასახდომი არ იქნება, კარგი იქნება თუ რა. მაშინ მოგვიწევს. ჩვენ კიდე საპატიო წრედა ვართ ამ საპატიო ადგილს, სადაც იყიდება სხვადასხვა სახეობის მოტოციკლები. ან ვიყუროთ იქით არის გასასვლელი თუ არ არის.
აი მე მგონი ღობი აქ და აქ ნადათ ვერ გადავხდები. ჩვენ მაინც ასე თუ ისე კანონზომიერი, კანონმორჩილი ხალხი ვართ. და ჩვენ აი ესე უნდა გავიდეთ. აი ღობი მიდის ამ ღობიზე ხوار დავიწყებ ხტუნაობას. არ იქნება ლამას. კარგი, წავიდეთ წრედავარტყა და სანამ მივართ ჩვენ სახელმწიფო გადავხედოთ როგორი ტიპები დადიან ამ ფესტივალზე. სუდია მარტოა თორე ყოფილიყავი ხა მარტო იმასთან ერთად ლუცა რაღაცას მივიწმედი და გავშინჯავდით ფესტივალის სამზარეულოს. კარგი, დავტოვოთ ეს ჩვენი ადგილი. მადლობა უთხრათ. ყველა ხელისუფლების კეთილშობილად არის განწყობილი და ჩვენ კიდევ მივხედოთ ჩვენ საქმე და გზაში თუ იმე საინტერესო რაღაცა შეგვთა სანამ ჩვენ კარგომდე მივართ ეს დავაფიქსიროთ. ეხლა უბრალოდ მე გადავიღებ ხოლმე რა ხდება და უკვე თქვენი აი ეს მოტოციკლების სიარულს გადავიღებ და უკვე თქვენ ფიქრებთან თქვენ დაგტოვებთ. თქვენ რა ფიქრები მოგივათ ამათი ბურების დროს. ესეთი თელი დღე ასეთი მოძრობა ეს ის დასოვები რა ეხლა ცაცაკე მოდიან ეხლა წარმოიდგინე 40,000 ერთად რო დაიწყებს სიარულს. ბებო ნახე როგორ აზრის ბებო ბებო წადი ბებო ბაბუას გაყვა კომენტარების გარეშე
ბოლი დააყენეს, ბოლი. ბებო ნახე, ბებო. გელა ბებო. ბაბუ ნახე, ბაბუ. სამ პრობლემია. იმ ჩვენ ხიძე, ეს ხიდი ყვა გადასავლელი და ჩემი აი მოტოციკლები ვიღაცას ხარ შემოაქვე და ცოტა ეთი ამდენი მეტრია 100 მეტრა აქ უნდა გავიარო და მე ვიდეოსაც დავამთავრებ მაქანა არ მოდეს გავიქცეთ რომ მაინც მოხელხული არა ვიწრო რო არის ათიანი გადავკვეთე და გადმოვედით სამშვიდობოს. გადმოვედით. ესე იგი მეგობრებო, ეს არის 90-იანი გზა, 55 ეგზიტი. Rapid City-ის მიდამოები. Rapid City დაიმახსოვრეთ და თქვენ თუ აქ იმართება ყოველწლიურად დიდი ფესტივალი 7-დან 16 აგვისტომდე, ზოგადად ალბათ ცენტრიც არის. ამას დავესწარი და თუ მოვხდით ამერიკაში, თუ გიყვართ მოტოციკლები და მოტოციკლზე ემოციების მიღება, ალბათ თქვენთვის ძალიან საინტერესო ადგილი. ეგ კიდევ თქვენ დაგემშვიდობებით, დავემშვიდობოთ ამ ჩვენ მოტოციკლეტისტებს. შეძლებს დაგვარად გონი რაღაცა ისეთი გადავიღეთ, რომ წარმოდგენა შეგექმნებათ და ჩვენ დაუბრუნდეთ ჩვენს აი ეგ დგას აი ტრაილერის როლებით თუ მოხდებიან ძალიან ადვილია მის მოსაგნები 55 ეგზიტი ტრაკსტოპი არის შეგიძლიათ ტრაილერი დააყენოთ და აი ეს ხიდი გადაიაროთ და მოხდეთ იმ ადგილას ჩვენ კიდევ როგორც გადავიღეთ ნატურალურად ბუნებრივად კარგი გამოგვივიდა და ცუდი გამოგვივიდა, რაც გამოგვივიდა, ეს გამოგვივიდა. ყველას გისურვებთ წარმატებას, ბედნიერებას და შევხვდებით მომავალ საინტერესო ვიდეოებში.